სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე და წამების საქმეზე ბრალდებული გაგამ კურნალიძე მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით თავისუფლებაზე იმყოფება. პროკურატურამ კურნალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მოსამართლეს ორჯერ მიმართა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა არც ერთხელ არ დაკმაყოფილდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლე დარახველიძის გადაწყვეტილებები შეკითხვებს აჩენს. შეკითხვები აქვთ უფლებადამცველების ნაწილსაც. საქალაქო სასამართლოში კი მიმდინარე საქმეზე განმარტებებს არ აკეთებენ. რა საქმეებში ფიგურირებს მოსამართლე დარახველიძე? რეზი ხუციშვილი არქოვდა. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ძალების ოპერატიული მორიგე თემურ ამირანაშვილი 2011 წელს დააკავეს. დაკავების დღიდან რუსეთის აგენტობის აღიარებას თხოვდნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად ხელბორკილით გამათბობელზე მიაბეს, დაბმულ პატიმარს კი 4 დღის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ერთი წლის შემდეგ 2012 წელს ამირანაშვილის წამების საქმეზე ბრალი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს წაუყენეს, თუმცა მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მასტერა გაამართლა. მოსამართლემ რატომ გამოიტანა ეს გადაწყვეტილი, ეს განჩინება და რატომ მიუდგა ამ კუთხით, ამას მე ვერ გეტყვი და ეს ჩემთვის უცნობი არის. მაგრამ როგორც ეგეთი კითხვის ნიშნები ძალიან ბევრი ისმება. კიდევ ერთი საქმე, სადაც მოსამართლე გიორგი დარახველიძე ფიგურირებს, პატიმარ ქობალიას წამების საქმეა, სადაც ბრალი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს გაგამ კურნალიძეს და მეგის ქარდავას აქვს წაყენებული. მეგის ქარდავა გაქცეულია. გაგამ კურნალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას კი მოსამართლე ამ დრომდე არ აკმაყოფილებს. ბრალდების ხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თუმცა იმ მოტივით, რომ კონკრეტულ მომენტში გაგამ კურნალიძე სხვა საქმეზე იყო მჟავდებული და იხდიდა სასჯელს, სასამართლომ ჩათვალა, რომ მის მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. კურნალიძემ მოიხადა სასჯელი, ბრალდების ხარემ ისევ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გაგამ კურნალიძეს არ უნდა შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. როცა მიეცა ოჯახს სრული შესაძლებლობა, რომ მოეხდინა გვამის დათვალიერება, არც ერთი ძვალი არ ქონდა მას მთელი, იყო ჩამტრეული, განსაკუთრებულად იყო ფეხის მიდამოებში, კონკრეტულად ქუსლი, ორივე ქუსლი და ხელის მტევნები და სახის არის, უფრო ყბა, არ ქონდა ძვლები, არ ქონდა მთელი. მოსამართლე გიორგი დარახველიძე საქალაქო სასამართლოში გადასვლამდე სამეგრელოში სენაკის სასამართლოში მუშაობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანიდან მალევე მან რამდენიმე გახმაურებული საქმე, ძირითადად ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები განიხილა. მოსამართლე დარახველიძემ სამხედროების წამების და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდებში udანაშაულო ცნო ბაჩუ ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე და გაგამ კურნალიძე. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე ნაციონალური მოძრაობის შანტაჟის ქვეშ იმყოფება და სწორედ აქედან გამომდინარეობს ყოფილი მაღალჩინოსნების გამამართლებელი განაჩენებიც. დამნაშავე მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და ეს გადაწყვეტილება იყო ცალსახა, ესეთი მოსამართლეები მაინც იყვნენ დატოვებული სისტემაში. ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის მათი დანაშაულებები და ისინი ხდებიან იძულებულნი, რომ დღესაც, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პროცესები იმართება, ასეთმა მოსამართლეებმა მიიღონ მიკერძოებული გადაწყვეტილებები, რომელიც არის აცდენილი, რა თქმა უნდა, სამართლიანობასთან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლე დარახველიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნებს აჩენს. წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც ვასაჩივრებდით საარჩევნო პერიოდში დარღვევებს, მაშინ მახსოვს, რომ აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჰქონდა და მე რაღაცაც ისე დაემთხვა. არ ვიცი ხა შემთხვევით იყო თუ არა, მაგრამ შემდეგ გადმოიყვანეს, მიამაგრეს თავის დროზე ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ისე მოხდა, რომ ის გახმაურებული საქმეები რამდენიმე მათ შორის ამ მოსამართლესთან მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადეს, რომ მოსამართლე მიმდინარე საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებს. დარახველიძის მიერ გამოტანილ განაჩენებზე საუბრისგან თავს იკავებენ უზენაესი სასამართლოსა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებიც. მაგრამ ჩემთან არ ამოვა საქმე და კონკრეტულად ჩემი განხილვის საგანი არ იქნება, რაიმე კონკრეტულად კომენტარს საქმესთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. საქმე, რომელიც განხილვაში არის, იმასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარე რაიმე სახის კომენტარს და შეფასებას ვერ გააკეთებს. ეს საქმე გადასაწყვეტია იმ მოსამართლის, რომელიც იხილავს კონკრეტულ საქმეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არც ის განმარტა, რა პრინციპით ხდება მოსამართლეებზე კონკრეტული საქმეების განაწილება.